მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო და ტკბილო პატარებო და არა მარტო პატარებო. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს პატარა ვაჟკაცებთან და კუდრაჭებთან ერთად ამა თუ იმ მოთხრობის განხილვას და დღევანდელი ჩვენი განხილვის თემა იქნება ასეთი ამბავი, რომელსაც ეწოდება ბოლო ვაგონი. მოდი ჯერ წავიკითხოთ ერთად და მერე განვიხილოთ. ყოველ ზაფხულს მამას შვილი მატარებლით ბებიასთან სოფელში მიყავდა. ბავშვს ტოვებდა თვითონ კი მეორე დღეს იმავე მატარებლით სახლში ბრუნდებოდა. ბიჭმა როდესაც ცოტა მოიზარდა, მამას უთხრა: "უკვე დიდი ვარ, წელს ბებოსთან მარტო წავალ." ბავშვებს ხო უყვართ ხოლმე მარტო რომ გააკეთონ რაღაცა და დიდობა უყვართ ესე მე გავაკეთე მარტომ გავაკეთე. ცოტა კამათის შემდეგ მამა დაეთანხმა. ისე სწორია მამას რო ეკამათებოდა ბავშვი? არა. მოვიდა გამგზავრების დრო. მამა სადგურის ბაქანზე იდგა და ბოლო რეკომენდაციას იძლეოდა, ბოლო რჩევას აძლევდა თავის შვილს. ვიცი, უკვე 100 ჯერ მითხარი, პასუხობდა ბიჭი. მატარებელი უკვე გასვლას აპირებდა. მამამ რომ უთხრა: "შვილო, თუ უეცრად ცუდად გახდი, ან შეგეშინდა, ეს მაშინ ნახე და შვილს ჯიბეში რაღაც ჩაუდო." როცა გაგიჭირდება, შეგეშინდება, რაღაც პრობლემა შეგექმნება, მაშინ ნახე და რაღაცა ჩაუდო ჯიბეში. ბიჭუნა მარტო იყო, თავიდან არა უშავდა, იჯდა ვაგონში და ცნობის მოყარედ იყურებოდა ფანჯრიდან. შემდეგ უცნობმა ადამიანებმა შეავიწროვეს. კონტროლიორმა მარტოობაზე კომენტარი გააკეთა. თქვა რომ ეტყობა ეს ბიჭი მარტოაო. ვიღაცამ განკითხვით შეხედა და უეცრად ბიჭმა თავი ძალიან უხერხულად და სევდიანად იგრძნო. აღმოაჩინა რომ მარტოა და მარტო ყოფნა თურმე ეგრე ადვილი არ აყოფილა. უფრო და უფრო დაბლახრიდა თავს, ძალიან დაიძაბა. ბოლოს სავარძლის კუთხეში მიიკუნჭა და ცრებლებმა თავისით დაიწყო დენა. ტირილი დაიწყო. შეეშინდა, დაღონდა, ტირილი დაიწყო. უცებ გაახსენდა რომ მამამ ჯიბეში რაღაც ჩაუდო. აკანკალებული ხელი ჯიბეში ჩაიყო და ფურცელი იპოვა, რომელზეც ეწერა: "შვილო, მე ბოლო ვაგონში ვარ." ბიჭუნა მიგრძნო როგორ ჩაეღვარა გულში მამის სითბო. შიში უკვალოდ გაქრა. ყოველ ჩვენგანს აქვს ჯიბეში პატარა ბარათი წარწერით. ნუ გეშინია, მე ბოლო ვაგონში ვარ. ეს ბარათი ჩვენ ვიღაცამ ჩაგვიდო. მოდი ახლა ვთქვათ ეს ბარათი ჩვენ ვინ ჩაგვიდო? თითოეულ ჩვენთაგან. უფალმა თითოეულ ადამიანს ჩაუდო. ნახეთ, ეს ბარათი ჩვენი ზეციერი მამისგანაა. სამწუხარო ისაა, რომ ხშირად მას ბოლო ვარიანტში მივმართავთ ხოლმე. მაშინ როცა საშველს ვეღარ საიდან ვხედავთ. მოდი ახლა განვიხილოთ ამ ბიჭის და მამის მაგალითი. იმას ვიტყოდი რომ ის ცუდია რომ ის ბიჭი მამას ეკამათებოდა და ის კარგია რომ მამას ისე უყვარდა რომ მამამ ბარათი ჩაუდო რომ მე ბოლო ვაგონში ვარო. მამა იქ რომ ეუბნებოდა, როდესაც გამგზავრების დრო მოდიოდა და რომ აძლევდა რჩევებს, რომ ეუბნებოდა ასე გააკეთეო, მაგრამ ეს შვილი არ იღებდა ამ არ უსმენდა, რადგანაც იქნება თავისთვის კარგი სიტყვები იყო, რომ იქნება ბებიასთან ჩავიდო და რამეში გამოადგებოდა გასაწევში. აუცილებლად გამოადგებოდა. მშობლის ნათქვამი შვილს აუცილებლად გამოადგება. მაგრამ ზოგჯერ შვილი ფიქრობს, რომ მე უკვე დიდი ვარ, აღარაფერი მჭირდება, მაგრამ ხო გაუჭირდა? არ გაუჭირდა? არ უნდა თქვა რომ მე ყველაფერს მარტო გავაკეთებ. შეიძლება მე რამე მოხდეს მარტო რო ხარ და ცუდად იგრძნო თავი. მამა როდისმე თავისი შვილის ხელა ყოფილა? ყოფილა. ესე იგი მამამ გამოვლილი ქონდა ის ასაკი და იცოდა იმ ასაკში რა ხუშტურები შეიძლება ადამიანს ქონდეს?
ხო იცოდა ის ყველა. თქვენ რომ თქვით ახლა მამა შვილის სასახლეში იყო და ეგეთი გასაცდელები რომ ქონდა გამოვლილი მაგიტო ჩაუდო ეგ ბარათი ჯიბეში. მამასაც ხო გამოსწილი ქონდა რომ ვინ იცის იქნებ თავის დროზე ეს მამაც მარტო დარჩა შეეშინდა გაუჭირდა და მერე ყველაზე მეტად რაც ანუგეშებდა ის გააკეთა მამამ. აბა საიდან უნდა სწოდნოდა ხო მართალი შეიძლება თვითონაც გამოვლილი ქონდა. იქნებოდა თუ არა იმედიანად ეს შვილი რომ მამა არ ყოფილიყო მატარებელში. არ იქნებოდა შვილი არ იქნებოდა იმედიანად. ეხლა მეორე კითხვა. მამა რომ მატარებელში ყოფილიყო, მაგრამ ამ შვილს არ სწოდნოდა ეს, იქნებოდა თუ არა იმედიანად? ანუ იმედიანად არ იქნებოდა შვილი, რადგან არ იცოდინებოდა რომ მამა ვაგონშია. ანუ ხო იყო მომენტი რომ მან არ იცოდა რომ მამა ვაგონში იყო. არა და მამა ვაგონში. მაგრამ იმედი არ აქვს, იცი, ამით ისი თქვა მინდა. ჩვენ ხო თქვით რომ ღმერთმა თვითონ ჩვენთაგან ჩაგვიდო ესეთი ბარათი ჯიბეში, რომ ნუ გეშინია მე შენთან ვარ. მაგრამ ღმერთი კი ჩვენთან არის ახლოს, მაგრამ თუ ადამიანმა ეს არ იცის, იმედიანად იქნება? არ იქნება. ანუ თავარი ეგ არის, ადამიანმა ეს იცოდეს, ადამიანს წამდეს, რომ ღმერთი მასთან ახლოს არის და მაშინ ძალიან დიდი იმედი ექნება. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? რა დროს უფრო მეტად უჭირს ადამიანს და უიმედოდ გრძნობს თავს? მაშინ როდესაც სულ მარტო. და სულ მარტო არის როდისმე ადამიანი. ეს ბავშვი სულ მარტო იყო როდისმე? არ. აი ამ მოთხრობიდან გამომდინარე, როდის შეიძლება ადამიანს შეეშინდეს? იმ დროს როცა მატარებელში ზის და ახლოს მოდიან ადამიანები და მასთან ზიან და ავიწოვებენ ადამიანს. როცა ხარ და შენთან არ არის შენი მშობელი. როცა არ იცი რომ უფალი შენთან არის. როცა არ იცი რომ უფალი შენთან არის. უფალი ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ როცა ჩვენ არ ვიცით რომ ჩვენთან არის, მაშინ შეიძლება შეგვეშინდეს. ამ ბავშვთანაც იქ ყოველთვის ახლოს იყო მამა, მაგრამ როცა არ იცოდა ხო შეეშინდა. მაგრამ რო გაიგო რომ თურმე მამა ახლოს არის, როგორი იმედი მოეცა. შემდეგი შეკითხვა. იქნება თუ არა ადამიანი იმედიანად, რომელსაც არ ეცოდინება ღვთის არსებობის შესახებ და რომ ის არის ყოვლადძლიერი და ყოვლადმოწყალე. აი როგორი ადამიანი უფრო იმედიანი და მტკიცე და ძლიერი იქნება. ვისაც ეს რწმენა ექნება თუ ვისაც მხოლოდ თავის იმედი ექნება. ვისაც რწმენა აქვს. ვისაც რწმენა აქვს, იმიტომ რომ მან თუ იცახა, შენ თუ იცი ანა რომ აი ღმერთი ყველგან არის და შენ სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან გხედავს და თან უმეტეს თუ იცი რომ ის რომელიც ყველგან არის და ყველგან გხედავს, ის არის ძალიან ძლიერი, ყოვლად ძლიერი და ამას კიდე დაუმატე რომ ის არის სიყვარული. ესმის აი ყოვლად მოწყალე სიყვარული ქვია. სიყვარულია ღმერთი. იოანე მოციქულმა ესე თქვა რომ ღმერთი სიყვარულია. ეხლა წარმოიდგინე, ის ვინც თვითონ არის სიყვარული, ის ვისაც ყველაფერი შეუძლია და ყველგან გხედავს, თუ რამე გაგიწირდა არ მოგხედავს? ხო და ეს ცნობიერება რო გაქვს, შეიძლება რომ რამემ შეგაშინოს? იმიტომ იყო რომ წმინდანებს არაფრის არ ეშინოდათ. იცით როგორ არის ნათქვამი წმინდანებზე? ისინი იყვნენ უშიშარი ვითარცა უხორცო. აი თითქოს სხეული არ ქონდათ, უხორცონი იყვნენ და ისი უნდა შეშინებოდათ. აი ესეთ ძლიერებას ანიჭებს ადამიანს ღმერთის ხსოვნა. კიდევ რაში ეხმარება ადამიანს ღმერთის ხსოვნა? მაშინ გეხმარება რომ შენ როცა ღმერთი როცა დაგავიწყდება მამა, იცი რომ ღმერთი შენთან არის. აი მაგალითად ესე რო ვთქვათ. დაუშვათ ახლა ჩვენ ხო ბავშვები ვართ. აი ხო ხდება ხოლმე სადღაც უღლუტობ, სადღაც ცუდის აქციელიც მოხდება რაღაც. რა დროს უფრო ადვილია ცუდის აქციელის ჩადენა? როცა იცი რომ მამა გიყურებს თუ რომ იცი რომ არ გიყურებს? როცა არ იცი რომ გიყურებს. როცა არ იცი რომ გიყურებს. მაშინ უფრო ადვილია რაღაც ცუდად გააკეთო, ხო მართალი? ახლა მამა რო გიყურებს, ეგრე ხო ვერ მოიქცევი, არა? არა, ცუდად ვერ მოიქცევი მამა როცა გიყურებს. ხო და ახლა აბა წარმოიდგინე, ადამიანს რომელსაც წამს რომ ღმერთი ყოველთვის უყურებს, ის უფრო თავშეკავებული იქნება თუ რომელმაც ეს არ იცის? ის უფრო თავშეკავებული იქნება, რომელმაც იცის ღმერთის არსებობა, რომ ყველგან არის. და რომ ერთად ვერ დაემალება, ხო მართალი? ესე იგი, მოდი აი რო შევაჯამოთ, ნახეთ,
ადამიანს, რომელსაც წამს რომ ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავს. ორ რამეს ანიჭებს ეს ცოდნა ადამიანს. ერთი იმას რომ მოდი ჯერ თქვენ მითხარით, აი ის ორი რამე რა არის? რამე გეშინია და გიჭირს იცი რომ უფალი შენთან არის და მეორე რომ თუ საქციელს რო აკეთებ უფალი იცი რომ გიყურებს ამას და აღარ გააკეთებ ამ ეგ იმაში გეხმარება რომ როცა იცი რომ ღმერთ შენთან არ არის და სხვა რო ძლიერია ღმერთ გულში თუ ღმერთისთვის ილოცებ მაშინ ღმერთი შენ დაგეხმარება მეორე ის რომ ღმერთი იმაში გეხმარება რომ თუ საკვები არ გაქვს დამშიერი ხარ თუ ილოცებ ღმერთი ისე მოახდენს რომ შენ საჭმელი გქონდეს ანუ ჩვენ ესე იგი ღმერთის ხსოვნა გვანიჭებს იმედს გასაჭირში და ღმერთის ხსოვნა როდესაც ჩვენ ცოდვის ჩადენას ვაპირებთ თავშეკავებას გვანიჭებს და უფრო წმინდად და სუფთად ცხოვრობს ადამიანი. კარგით, მოდი ამ თემაზე საუბარი დღეს ამით დავასრულოთ, ჩვენს ძვირფას პატარებსაც ამით დავამშვიდობოთ.